მოდით ნახოთ მეგობრებო, ასეთი დასტით, რა მესიჯი აქვს თქვენთვის ახლა თქვენს საგვარეულოს. ნახოთ აბა, რა მესიჯი აქვს თქვენთვის ახლა თქვენს საგვარეულოს. კონკრეტულად ამ ნახატიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ ის, რომ თქვენი საგვარეულო აშკარად გაკვირდება, თქვენი საგვარეულო გიყურებთ და გარკვეულწილად ამაყობს კიდევაც თქვენით, ასევე თქვენს საგვარეულოს თქვენთან ექნებოდა ასეთი მესიჯი, რომ შენ ბევრად უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე შენ შეიძლება ამას ფიქრობდე. განსაკუთრებით ქალბატონებო, თქვენთან იქნებოდა ასეთი მესიჯი, რომ შენში არის ბევრად უფრო მეტი ფემინურობა, ბევრად უფრო მეტი მაგია, ვიდრე შენ ფიქრობ, ვიდრე შენ მიგაჩნია. საკმარისი არის უბრალოდ მოусმინო სამყაროს და მოусმინო საკუთარ თავს. კარგით, ნახოთ ახლა წარწერა, როგორი ინფორმაცია მოდის სრული ქალური საწყისი, სრული ფემინური საწყისი. აქ მოდის ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ საკუთარი თავი, მიიღოთ საკუთარი ფემინურობა, საკუთარი ქალობა. მეგობრებო, ფემინური ენერგიები ისევე როგორც მამაკაცური ენერგიები აქვს ორივე სქესს, ანუ ორივე სქესს აქვს როგორც ფემინური, ასევე მასკულინური ენერგიები და რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ეხება აბსოლუტურად ყველას. მიიღე საკუთარ თავში შენი ქალური ძალა, შენი ფემინური ძალები, იმიტომ რომ ფემინური ენერგია არის საწყისი ენერგია. ფემინური ენერგია არის შემოქმედებითი ენერგიები. ასევე ეს გახლავთ საკრალური ენერგია, რომელსაც შეუძლია განკურნოს საკუთარი შინაგანი სამყარო, საკუთარი შინაგანი მდგომარეობა. და ახლა რასაც ვიტყვი, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონებს. ქალბატონებო, თქვენ გაქვთ სრული უფლება, თქვენივე თავი, საკუთარი თავი განკურნოთ თავიდან ბოლომდე და გარდა ამისა განკურნოთ სხვა ადამიანებიც თქვენი ფემინური ენერგიებით. ვინც მიხვდება ის მიხვდება, ვინც ვერ მიხვდება ისე იგი ჯერ უბრალოდ დრო არ არის ამისთვის, იმიტომ რომ შენ ხარ ქალი, შენში არის ფემინურობა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონებს ეხება, ხოლო დანარჩენი ახლა რასაც ვიტყვი ეხება ყველას. მიიღე საკუთარ თავში ქალური ფემინური ენერგიები და მიეცი მათ საშუალება იმისა, რომ გამოხატონ საკუთარი თავი. გავიმეორებ მეგობრებო, ასეთ რაღაცას, რომ ჩემი საჯარო-კაშლები რა თქმა უნდა ყველასთვის არის და როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონებს ეხება კონკრეტული ინფორმაცია, ამას აუცილებლად ვაშხერებ და რას ნიშნავს საკუთარი თავის გამოხატვა. ჩვენ ყველას, აბსოლუტურად ყველას, ყოველდღე და დღითიდღეურად გვეძლევა იმის საშუალება, რომ გამოვხატოთ საკუთარი თავი, საკუთარი ძალა და იცით, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ჩვენ რასაც ვქმნით, ჩვენ რასაც ვიტყვით, აბსოლუტურად ყველაფერი გახლავთ საკუთარი თავის გამოხატვა.